თავისუფლება მზია ამაღლობელს, ეს შეძახილები ისმის ამ წუთებში ქუთაისის ცენტრში. მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე ათეულობით ადამიანი ქუჩაში არის გამოსული. ისინი სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და პოლიტიკური განწყობების მქონე პირები არიან. აქ შეკრებილი ადამიანები მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 18 დღეა პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. პირდაპირ ეთერში გავესაუბრები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ჟურნალისტ ია იაშვილს. ქალბატონო ია, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, რატომ ითხოვთ თქვენი კოლეგის გათავისუფლება? ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ პირველ ყოვლისა ჩვენ ვართ ადამიანები და ვინც არ უნდა შიმშილობდეს მზია ამაღლობელის ნაცვლად. არ იყოს ეს კონტექსტი, რა კონტექსტიდაც მზია ამაღლობელი შიმშილობს ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ეს მაინც შემაწუხებელი იქნებოდა. ნინო წილოსანიც რომ შიმშილობდეს, მაინც ვერ დავიძინებდი მშვიდად, იმიტომ რომ 18 დღეა, რაც შიმშილობს მზია ამაღლობელი და ეს არის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში. როგორათაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, კიდეც რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა და ამას გარკვეული მართვა ჭირდება, რომლის გამოცდილება ჩვენს ქვეყანას არ აქვს. მაგრამ ძალიან მინდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც რაღაც ნაკლები თანაგრძნობით უყურებს ამ პროცესებს, ამ ფიქრობს, რომ მართლა სილის გაწუნაზე არის აქ ლაპარაკი, არა მეგობრებო. მე ვფიქრობ, რომ აქ არის დაგროვილი პროტესტი იმის მიმართ, როგორათაც ექცეოდა პოლიცია ან პოლიციასთან აფილირებული ადამიანები დაკავების შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც დაკავების შემდეგ, რაცაც არ უნდა აშევებდეს ადამიანი, არავის არ უნდა კონდეს უფლება, რომ მას ღირსება შეულახოს და იძულებული გახადოს, რომ პროტესტის ასეთ მწარე ფორმას მიმართოს. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი, რომ მზია ამაღლობელი გააცნო მსოფლიოს. უღრმესი მადლობა, მე აქციის კიდევ სხვა მონაწილეს გავესაუბრები, ხვიჩა ვაშაკმაძეს. ხვიჩა, როგორ ფიქრობთ, რატომ ზის დღეს მზია ამაღლობელი ციხეში? ოცნების მიერ ციხეში გამოკეტილი დღეს ფიზიკურად დასუსტებული მზია ამაღლობელი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ციხის გარეთ არსებული რეჟიმი. ოცნება უბრალოდ ქალბატონ მზიას ჟის სამშობლო სიყვარულისთვის, იმის გამო, რომ მას არ უნდა რუსეთი და უნდა ევროპა, იმიტომ რომ უყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ რეჟიმები ყოველთვის მარცხდებიან და მე იმედი მაქვს, რომ ესაცე მოხდება ამ შემთხვევაშიც. დიდი მადლობა, ვხედავ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფოკი ფაჩულიას, მას უჭირავს წიგნის ყდა სახელწოდებით როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ფოკია, იგივე კითხვას გისვამ შენ, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი? მარიარი ესას წიგნია და რამდენიმე დღის წინ ვატიკანის უდიდესი აუდიტორიის წინაშე ქალბატონო მარიამ გააჟღერა ჩვენი გმირი ქალის მზია სახელი და გვარი და ჩემთვის ძალიან მანიშნებელი იყო, რომ მთელ მსოფლიოს ესმის დღეს მზია ამაღლობელის სახელი და გვარი, როგორც მებრძოლი ჟურნალისტი ქალის. მე არ ვიცი, ჟურნალისტებისთვის ძალიან სახიფათო მესიჯი მგონია რეჟიმის მხრიდან. არ მეგონა, რომ 5 ივლისის მერე რამე გამაკვირვებდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ხართ ჟურნალისტები და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ. უღრმესი მადლობა, ასეთია ვითარება ქუთაისის ცენტრში, სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, ადამიანს, რომელიც უკვე 18 დღეა პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ მზია ამაღლობელი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი სამართალდამცველებმა 12 იანვარს დააკავეს, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.